ვარ გაბრიელ კოხრეიძე 10 წლის. ვსწავლობ მე-13 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, ფეხბურთი და ხატვა. ამ სამიდან ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 1 წელია ვცეკვავ ფერთხისაში. ცეკვაზე რო შესულიყავი, ეს იყო დედიკოს სურვილი. მერე მე შევედი და ძალიან მომეწონა. რომ მივედი ერთ მასწავლებელს ვიცნობ და მეორე გავიცა. ერთს ქვია ლუკა და მეორეს ნიკა. უფრო მხიარულია ლუკა მასწავლებელი. ნიკა მასწავლებელი არის სერიოზული და მომთხოვნი. თავიდან ყველაზე უფრო გამიჭირდა მუხლებზე დახდომა. ყველაზე ადვილი იყო ცერებზე დადგომა. ჩემი საყვარელი ცეკვაა აფხაზური. საყვარელი ილეთია ეს. მე უკვე მქონდა 3 კონცერტი. ყველაზე კარგად დამამახსოვრდა მესამე. იმიტომ რომ ბევრი ხალხი იყო და კარგად ვცეკვეთ. ყველას მოეწონა და პირველი ადგილი წავიღეთ. ჩემს ქორწილში ჩავიწმევ შავ ჩოხას და აუცილებლად ვცეკვებ. თუ ცოლს ცეკვა არ ეცოდინება, ვეცეკვები დედიკოს. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო და მამიკო. მინდა მყავდეს ერთი და ერთი ძმა. დედის ერთობა ცუდია, იმიტომ რომ ზოგჯერ მოწყენილი ვარ. მამიკო არის მხიარული, კეთილი და ჭკვიანი. დედიკო არის ლამაზი, ბრანჭია და მზრუნველი. კიდევ არის კარგი დიასახლისი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ლობიო. ჩემი ცოლი ყველაზე კარგად შეწავს კარტოფილს. ცოლს რომ მოვიყვან ვიქნები 21 წლის. ეყოლება 4 შვილი, 2 გოგო და 2 ბიჭი. შვილებს დავარქმევ დიანას, ნინას, გაბრიელს და გიორგის. ჩემს ცოლს დავარქმევ ვიკას. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ბავშვებთან ერთად ვერთობი, კიდევ ვეთამაშები და ასე შემდეგ. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ანდრია ბაღდადიშვილი. ყველაზე ჭკვიანია საბა. ყველაზე მშვიდია ანასტასია. ყველაზე ცელქია ანიტა სიტაცაშვილი. მე ვარ ყველაზე თბილი, კეთილი და მეგობრული. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ლია მუნმანიძე. იმიტომ რომ ლამაზია, იპრანჭება და ბევრს ლაპარაკობს. რო გავიზრდები, მინდა გამოვიდე იუთუბერი. უშობას უნდა გამოსულიყავი სპაიდერმენი. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლე. როგორ ვისწავლე და იუთუბში ვიყურებდი და ისევ ვისწავლე. მე ვიცი პეპელას სახატვა, ადამიანის სახატვა, ბუბის სახატვა. ყველაზე რთულია მთის სახატვა. ყველაზე ადვილია დედიკოს სახატვა. ჩემი საყვარელი ფერია ლურჯი. არ მიყვარს ნარინჯისფერი. იმიტომ რომ კოკოსფერია და მე არ მეკადრება. ჯადოსნური ჯოხი რო გქონდეს, ყველა ავამტყობს გამოვაჯამთელებდი. სამოგზაუროდ შემოვნებით წავიდოდი ამერიკაში. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია პინოქიო. წინა მონაწილემ დამიტოვა შეკითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში. მე კოსმოსში გავფრინდებოდი ოტო ფარტენაძესთან ერთად. ის არის ბიძაშვილი, მეგობარი და კარგი ბიჭი. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია 3D სათვალე. ბედნიერება არის დედიკოს ჩახუდება, გახარება და მეგობრებთან თამაში. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.